საომშვიდობისა ეს გახლავთ ღამის ამბები, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი ამ პროექტის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო დღე დაგვემთხვა. დღეს ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მეორე მხრივ ქართულ ოცნებაში მიმდინარე ცვლილებები გვაქვს სახეზე. ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა პარტიაში. დაბრუნეს პარტიაში. რა სიძლიერის არის ეს დარტყმა, რომელიც მამუკა ხაზარაძისგან სახელმწიფო ვერტიკალმა მიიღო და აქვს თუ არა საერთოდ წონა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. აი ამ თემების ირგვლივ ვისაუბრებთ ჩვენ დღეს. ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიას რეაქციაში მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა საკუთარი ხედვები გაგვაცნო. მე და ერთად უყურებდით ამ ხედვებს, ერთად მოვინიშნეთ მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესო მომენტები და მაინც მინდა რომ პირველ რიგში განვიხილოთ სწორედ ეს საკითხი. რამე გავიგეთ ახალი. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი პირველი კითხვა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენთვის კარგად ნაცნობი პრემიერი დაუბრუნდა სივრცეში, პოლიტიკურ პარტიაში, მმართველ ძალაში და აბრუნეს უკან, მას უხმეს ამ კრიზისის პროცესში, როგორც ჩანს ის მიიჩნია პარტიის ლიდერმა, ოპერატიულ ლიდერმა ივანიშვილმა, ხომ ერთ-ერთ გამოსავლად ამ სიტუაციიდან, თუმცა ჩვენ დავინახეთ თუ არა მასში რაღაცა მზაობა საიმისო, რომ ის რაღაცა ახლის გასაკეთებლად არის მზად, რაღაცა საინტერესოს თავაზობს თუნდაც ამ პარტიას, ან საზოგადოებას იყო რა იმასეთი ელემენტები. მე მომეჩვენა რომ უფრო, ასე ვთქვათ, შიდა პარტიული პრობლემების გადასაფარად, მაკომპენსირებლად არის ის დაბრუნებული, ხო? რაღაცნაირად ნახეთ რომ ოცნების ძველი კადრები, რომლებიც ასე თუ ისე სათავეებთან იდგნენ ამ პარტიის, ამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პარტიის სათავეებთან, მათი წასვლის შემდგომ რაღაცა ვაკუუმი უნდა შევსებულიყო სავით. თითქოს ასე მომეჩვენა რომ აი ეს მაკომპენსირებელია. ძველები კი არ მიმოდიან, ხო, ბალანსის ძველებისკენ იყო ცოტა სიხალვათე და ძველები შეიცვალა. ვინ არის ეს ოცნება? რა ხალხია? ვინ არიან? საერთოდ სიტყვაზე შეიძლება შიგნითაც გაჩნდეს ეს კითხვა და ამის მაკომპენსირებლად მოიხედავ დაბრუნება ღარიბაშვილი. მოიხედავ ეს არის. ეს ნუ რასაკვირველი არის ნაბიჯი არა წინ, არა მომავლისკენ, არამედ წარსულისკენ. მარტივად კალენდარულადაც ასეა და იმ ასე ვთქვათ განცხადებებითაც რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. აი განცხადებები პირველი 20 წუთი, 25 წუთი, რასაც ძალიან ყურადღებით უსმინე, მე პირადად პირველ ნაწილს განსაკუთრებით მაინტერესებდა ეს სულ პირველი გზავნილები მისი რა იქნებოდა. მან მიუძღვნა მთლიანად ეს პირველი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას. იყო გამოყენებული ტერმინები სისხლიანი რეჟიმი, ითქვა რუსეთ-საქართველოს ომზე. საერთოდ ჩემთვის სულ არის გასაოცარი, რატომ გადაწყვეტს ხოლმე ყველა ვინც პოლიტიკაში ან შემოდის ან ახალი ამბიციით ჩნდება, რომ მაინცა და მაინც ომზე ისაუბროს და აქ გაუსვას ხაზი ქართული მხარის მაშინ არსებული ხელისუფლების სახით რაღაცა ტიპის ხარვეზებს ან დანაშაულს ან რაღაცა ტიპის ნეგატივს, რომ აი შემოუძღვა სააკაშვილი ჯარს. მაინც მათი სიჯიუტიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ, ხო? აი რატომ, როცა აი სამოგზაურობშვილი იყო ეს? ჯიუტად ამას ამბობენ და შენ სწორი თქვი რომ ეს ასე ვთქვათ დაბრუნების დროს ან ახალი მოსვლის დროს პირველი ძირითადად ეს ისმის. როგორც ჩანს ეს არის მაამებლური გზავნილი გარეთ. ჩრდილოეთისკენ სავარაუდოდ, ხო? ჩრდილოეთისკენ თუ ძირითადად ახლა მე მგონი რომ ღარიბაშვილის მსმენელი იყო ივანიშვილი, ხო? ერთ-ერთი მთავარი მსმენელი, ან ვის მიემართება? მისგან ჩრდილოეთით იჯდა ივანიშვილი აქ შემთხვევაში. შეიძლება. ხო, რიტორიკა არის 2012 წლის 1 ოქტომბრამდელი თავის აქტუალურობით. ხო? და ასე ვთქვათ, სრულად აცდენილი არის იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც ჩვენ ვიმყოფებით. იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, იმ ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ შეკვეთას, რომელსაც უნდა ეხმაურებოდეს, ეხმიანებოდეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტია უმრავლესობა სრულად მოწყვეტილია ამ გამოწვევებს. სრულად და არის რაღაცა სადღაც წარსულში ჩარჩენილი. მაგალითად ეს წარსული შეგვიძლია მკვეთრად გავამიჯნოთ, ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბერი. მანამდელი რიტორიკა. ადეკვატურობის თვალსაზრისით ამას გულისხმობ. ადეკვატურობის თვალსაზრისით, თუმცა მე ხა დამაინტერესა რამ, რომ როდესაც ღარიბაშვილი თავის დროზე სახლში წავიდა, დღეს მან ხაზგასმით თქვა, რომ მე თვითონ წავედი და არავის არ გავუშვი ვარ, ამაზე ესეთი ხაზი
გაატარა პირდაპირ წითელი. აი მაშინვე იყო ჩაფიქრებული, რომ ის ოდესმე უკან უნდა დაბრუნებულიყო და აი მისი რეზერვაცია მოხდა, ვთქვათ, აი ამ პროცესისთვის, როცა ის საჭირო იყო ეს ის ფიგურა, ვინც ვთქვათ, შეიძლებოდა დაეშვა ვინმეს თუნდაც ოცნებაში, რომ ის კიდევ დაბრუნდებოდა და რაღაც სერიოზულ ფუნქციას იკისრებდა. მე მგონია ძალიან დიდ როლს და დროს ვანიჭებთ ამ მოbrunებას. მე მგონია ეს პირდაპირ მეტყველებს ერთის მხრივ რეალობის ვერ შეგრძნებაზე ხელისუფლების და მისი ასე ვთქვათ სულის ჩამდგმელის ასე ვთქვათ მამამთავრის მხრიდან და მეორე კადრების საოცარ სიმწირეზე ძალიან რთულია კადრების მონახვა როგორც ჩანს იმიტომ რომ 6-7 წელი გავიდა უკვე და ადამიანებმა შესაძლო კადრებმა ასე ვთქვათ დაინახეს თუ რა თამაშის წესებია ძალაუფლების წყაროსთან ძალაუფლების ცენტრთან რამდენად უღირთ ასე ვთქვათ პატარა მან ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ 3 მიღწევა გვაქვსო ჩვენო ეს იყო ჩვენ ძალიან ისე გავმახვილდით როცა ეს თქო რომ 3 მიღწევა ჩამოთვალა ყველანაირი სარკაზმი უბრალოდ მაინც მეღიმება ეს იყო თავისუფლება და თავისუფლება ეს 3 ხო და სწორედ ამ თავისუფლების ხარისხი იმდენად დაბალია თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია ბუნებრივია ახალი კადრების მოზიდვა ახალი მოთამაშეების ახალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ძალიან დიდი პოლიტიკური ნება ამის არც არის რომ იყო თავისუფალი ხალხი ხო ამის ნება რომ ყოფილიყო ამდენ ხანს მივხვდებოდით ჩვენ ერთ ადამიანს მაინც ვიპოვიდით თავისუფლების მოყარეს ხო ამ პროცესში და ვიტყოდით რომ აი არის ასეთიც არსებობს აი ამ სივრცეში ასეთ ადამიანსაც შეუძლია ასეთ სივრცეში არსებობა დიახ, სუნცირე, სუნთქვა, რომ არ გაიგუდება ვაკუუმის. ხო, მაგრამ აი თან ეს რიტორიკა, რომ ძველი რეჟიმი ჩვენმა დავსჯით, ისინი უნდა გამოსწორებულიყვნენ, ესეთ ფრაზები იყო და არ გამოსწორდნენ და ვინც არ გამოსწორდა და რაღაც ესეთი რიტორიკა იყო და ამასთან ერთად, როცა ინგამ კითხა არაერთხელ აი ამ ყველაზე ამ მომენტისთვის თქვენეული თემის შესახებ, ხო, მოსამართლეების უადოდ დანიშნული საკითხის შესახებ, მან თქვა რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული პროცესი იყო და რომ სასამართლო პრინციპში მიდის პოზიტიური პროცესია რაც ხდება და რომ მიდის განვითარების გზით ჩვენ ამის ინტერვიუებს უბრალოდ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან მოვისმენთ მაგრამ ეს რა ტიპის ტყუილია აი ხა ვინ ტყუდება ამით თან წეუბნები რომ შენ მოხვედი იმისთვის რომ ძველი დაანგრიო და თან არ ამბობ არაფერს იმაზე რომ ძველი გადმობარებული გაქვს უკვე კარგადაც გაქვს მორგებული და თან პირდაპირ რომ თქვა ბრჭყალებში ჩასმით რა თქმა უნდა ამ პროცესს აправებ მე უკვე ასე ვთქვათ ესეთი ფობიები მაქვს 2020 წელთან. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებით, პოზიციონირებით, საუბრით, არტიკულაციით, ვორდინგით, მეტყველებით ხედავთ რა მძიმე იქნება საარჩევნო პერიოდი. როგორი პოლარიზებული, როგორი ასე ვთქვათ სამკვდრო სასიცოცხლო და იმ რიტორიკას, რომელსაც დღეს ვუსმენდით, რამდენად უსამართლოც. და რამხელს ტყუილზე, ცილისწამებაზე, შავპიარზე, ადამიანების განადგურებაზე, დაბრალებაზე ორიენტირებული. გასაკუთრებული ხელისუფლების მხრიდან პირველ ყოვლის. აი გადავახტი მოვლენებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აი აქედან ვივარაუდოთ, რომ ეს ამავე დროს არის მზადება, ორგანიზება, თვითორგანიზება, ეგრეთ წოდებული 2020 წლისთვის, ასე ვთქვათ, ოცნების, ასე ვთქვათ, ბირთვისთვის რაღაცა ადრენალინის მიცემა, რომ აი ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ყავს ლიდერი. ადრენალინი შიგნით ალბათ. არ ვიცი რამდენად რეალისტური პროცესი. და რასაკურველია გადავახტები მოვლენებს, მაგრამ ძალიან ძიმეებს არჩევნო წელი გველოდება, რომელიც სავარაუდოდ ჩაირთვება ალბათ ამ წლის სექტემბრიდან. აი ეს წამზომის არჩევნო წამზომზე. და პროცესებს აჩქარებს ეს თემები, რაც ჩვენი გულივ არის, რაც არსად არ მიდის, როგორც არის მაგალითად მოსამართლეთა უადოთ არჩევის წესი და ეს ყველაზე დიდი თემა არის ძალიან საინტერესო, როდესაც ძალიან საერთოდ ყველაფერი პრეცედენტულია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მამუკა ხაზარაძის გუშინდელი გამოსვლა, იმიტომ რომ ამან გაარღვია მანკიერი წრე
ტრადიცია ბრჭყალებში, რომელიც არსებობს ბიზნესის დამოკიდებულებისა ხელისუფლებისადმი. ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესისადმი ვიცი, მაგრამ ბიზნესის ასე ვთქვათ ჩუმი, გაუჩებული, მაამებლური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ არ გაგვივა ჩვენ ხელისუფლებისთან ბრძოლა, არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, რომ ბიზნესმენის კონკრეტული საქმე, კონკრეტული ასე ვთქვათ კონკრეტულ უსამართლობასთან შეჯახება, სისტემურ უსამართლობასთან შეჯახება დამთავრებული იყოს კერძო მოდავის ბიზნესმენის სასარგებლოდ. და აი ეს რაღაცა მანტრასავით პრეცედენტის შექმნა ხო, აი გუშინ ეს გუშინ მამუკა ხაზარაძემ ცადა აი ამ მანკიერი წრის გარღვევა და ამ პრეცედენტის შექმნა და ეს თავი ჩვენ ეს უნდა ვთქვათ, ხო? არ ვიცი ეს პრინციპში სტრატეგიული მოთმინება, რაც მან აირჩია როგორც ტაქტიკა, ხო? პროცესში ტაქტიკური საკითხია და შეიძლება არც იყოს ცუდი მისთვის, ხო? ჩვენ გვეჩქარებოდა ჟურნალისტებს და ალბათ დღეში რამდენი SMS-ი მისდის მას და სხვადასხვა ქსელით, სოციალური ქსელით თხოვნა რომ მივიდეს სხვადასხვა გადაცემაში, მან ყველას მადლობა გითხრა, ჩვენი ტელევიზიის მაგალითზეც, მაინც გვაქვს იმედი რომ როცა ის გადაწყვეტს ეთერში მისვლას, აუცილებლად ჩვენთან მოვა, მაგრამ მას ჰქონდა ესეთი არჩევანი, მოკლედ, რომ ჯერ პირველ რიგში ეთქვა პარლამენტისთვის ის რაც სათქმელი იყო და პრინციპში სწორი, ალბათ სწორი პლატფორმა იყო. ინსტიტუციურად სწორ ადგილზე მივიდა, სადაც უნდა ხდებოდა ეს მსჯელობა და ჩვენ ნახოთ, რომ ეს პირველიც და ასე ვთქვათ ძალიან სამარცხვინოდ დასრულდა პარლამენტისთვის. ერთკვირიანი შეფერხება გამოდგა და ძალიან არავის არ ვაქეზებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ საზოგადოების სხვა წარმომადგენლების სოლიდარობის მიუხედავად მწერლების იქნება ეს ჟურნალისტების, ჩვეულებრივი ასე ვთქვათ მოქალაქეების სხვა სფეროს წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ბიზნესმენების, ბიზნესის სფეროდან ადამიანების პოზიციის დაფიქსირება, თუნდაც რბილის, თუნდაც მოზომილის ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი, მისი მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ამ პრეცედენტის, ასე ვთქვათ, გამარჯვება ამ პრეცედენტით წინსვლა გამოადგება მთელ ქვეყანას, მომავალს. მათ შვილებს და აი ეს ხარდაჭერა ბიზნესრებიდან არ მეუღია, ხო? აი ამას ეს იქნება მათთვისაც მნიშვნელოვანი და რაღაცნაირად ჩათვალოთ მათ რომ ჩვენ არ ვაქეზებთ, არამედ უფრო მეტი დაფიქრებისკენ საკუთარ მომავალთან, საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში. არა ეხლანდელი მინისტრი რასე ფიქრებს ჩემზე, ან ეხლანდელი სუსის თავმჯდომარე, ან ეხლანდელი პროკურორი, რომელიც სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. ეს ყველა ადამიანი არის ივანიშვილის ერთი პირადი დაცვის ერთი პროკურორი, ის იყო რა ქვია, პირადი ადვოკატი. ანუ პირად ურთიერთობაში, ესე ვთქვათ, ჩახლართული ადამიანებს აბარიათ საზოგადოებრივი სიკეთების სახელმწიფო ინსტიტუტები, ხო? და ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, ამ უთანასწორო ბრძოლაში რა გვესმის ბიზნესმენის შესვლა ამ ბრძოლაში. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სწორედ კოლეგების, პარტნიორების დამოკიდებულება. თუნდაც რბილი, თუნდაც მოზომილი, თუნდაც არავინ არ ითხოვს აქ რაღაცა მერაბკოსტაობას და ეროვნულ გმირობას, ხო? მაგ არის საუბარი რაციონალურ. შენ ამბობ, რომ ეს არა მხოლოდ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით იქნებოდა, არამედ პრაგმატულად, ხო? იმიტომ რომ მათაც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მათაც ზუსტად ასევე მიადგება ხვალ ის, ვინც მამუკა ხაზარაძეს დღეს გადაულის. თუ ასეთი რამ ხდება. ხო, სხვა შორის ეს კიდევ ცალკე თემაა. ჩვენ არ ვიცით ვის რა, უკვე აღარ ვიცით, იმიტომ რომ ორი პრეცედენტი ფაქტია რომ იყო, ხო? ივანიშვილმა ეს თავის ტყავზე გამოცადა და მან კარგად იცის, როდესაც ის ხელისუფლების მხრიდან უსამართლოდ იჩაგრებოდა არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ფინანსები, ასე ვთქვათ, ანგარიშები დაუყადაღეს. გააძევეს, ასე ვთქვათ, სოციალური ტერიტორიიდან, რაც სხვა შორის მას სერიოზული სამსახური გაუწიეს ამით. იმიტომ რომ ეს ცალკე თემაა ხა ქართული საზოგადოების სენსიტიურობა და მგრძნობიარობა დაჩაგრულისადმი და მან ნახა რომ ის სრულად მარტო აღმოჩნდა ასეთ ბრძოლაში და დარწმუნებულია რომ როდესაც ის იგივეს გააკეთებს სხვის მიმართ იგივე განმეორდება, მაგრამ იქნებ დავარღვიოთ ეს ტრადიცია. საინტერესო იქნება ამ ტრადიციის დარღვევა და ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ
საზოგადოება მას დარწმუნებული ვარ დააფასოს. რატი ჩვენ მოდი ახლა აუდიტორიას ვისაც არ უყურებია, თუ კი ასეთი არსებობს ჩვენ არხის მაყურებლის გამიკვირდებოდა ახლა რომ რეაქცია არ ქონდეს ნანახი ინგა გრიგოლიას, მაგრამ თუ კი რაიმე აქცენტი გამორჩა ახალი პოლიტიკური მდივნის მხრიდან გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენ ამოვკრიბეთ პატარა უწუთიან კოლაჟად გვინდა შემოგთავაზოთ რა გზავნილებით დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინევაშვილის შემდეგი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩაიბარა პრაქტიკულად პარტიაში მთავარი პოზიცია. ბიძინევაშვილის მთავარი ასე ვთქვათ გზავნილი საზოგადოების მიმართ, მათ შორის ნაციონალების მიმართაც იყო ის, რომ გამოსწორდით უბრალოდ ჩვენ არ ვართ, ჩვენ ვართ მცირეერი, ჩვენ არ გვყავს არც ერთი ადამიანი დასაკარგი. მე მინდა რომ გავერთიანდეთ, მე მინდა რომ ყველა ჩადგეთ სახელმწიფო სამსახურში და ერთად დავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. აი ეს იყო ძალიან ლაკონურად რომ ჩამოვაყალიბოთ ბიძინევაშვილის გზავნილი. პირველივე დღეებიდან. რა თქმა უნდა ის არ გულისხმობდა ამ ასე ვთქვათ ნარატივში, იმას ამ ასე ვთქვათ ფორმულაში, აი ამ სისხლიან დანაშაულებს, რომელიც მე ვახსენე. აი მე მაგალითად არ მჯეროდა რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორც არის მაგალითად სააკაშვილი ან სხვა აი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი და შენ სახელმწიფოს მართალ და შენ ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობა შენ ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო. და შენ არ დაკარგოს შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს. სამი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ეს არის თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება. ბატონ ივანიშვილის ხელწერა, ასე ვთქვათ, და მისი მთავარი მიდგომა ბიზნესის მიმართ იყო შემდეგი, რომ ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში. და არის ბიზნეს ხელშეუხებელი. მამუკა ხაზარას რაც შეეხება, ჩვენგან იყო მხოლოდ და მხოლოდ ხარდაჭერა მის მიმართ. დაწყებული ბატონი ივანიშვილი და შემდეგ ყველას. ანუ ის არ იყო პრივილეგირებული. ბატონი ხაზარაძის მიმართ უამრავი საჩივრებიც იყო დაწერილი პროკურატურაში და შეგნებულად ბატონმა ივანიშვილმა ზოგადად საჯაროდაც კითხვა რა ის ამის თაობაზე რომ პროკურატურას და ასე ვთქვათ სახელმწიფოს ჩარევა ორ კერძო სუბიექტ შორის იქნებოდა ძალიან უხეში. აი ჩვენ მოვისმინეთ მთავარი გზავნილები პოლიტიკური მდივნისგან ქართული ოცნების და ახლა მინდა ეთერში უხმო ელენე ხოშტარიას, ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საღამოშიდობის ელენე, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეს მოლოდინი, ეს იყო მოსალოდნელი, ეს რაც დღეს ჩვენ ახლა ვნახეთ პოლიტიკურ ავანსცენას. პირველ რიგში ღარიბაშვილის თემით დავიწყოთ. ეხლა რო გითხრათ რომ ბიძინევაშვილის თავში რაღაც ეტაპზე რა კონკრეტული ტრუკი მოიხარშება, ამას გავჭრეთ ხოლმე ყოველთვის წინასწარ ნამდვილად მოგატყუებთ. ამ ნიჭით არა ვარ დაჯილდოებული და სიმართლე გითხრათ, არც მინდა რომ ვივარჯიშო, იმიტომ რომ ეს ხო არ არის რაღაცა სახელმწიფოს განვითარების ლოგიკური ნაბიჯი, ხო, რომ რაღაც აი თქვათ არის ეკონომიკური კრიზისი და აი ყველა ელოდება რომ ეხლა რაღაც უნდა შეიცვალოს. ან არის თქვათ რაღაც სასამართლოსთან დაკავშირებული კრიზისი და ყველა ელოდება რომ ან იუსტიციის მინისტრი ან ის პასუხისმგებელი იმის შესვლის დროა. ხო, ანუ არაფერს გავსთან საქმე არ არის, მაგრამ ცხადია რომ განცდა იმისა რომ რაღაცა ახალი დინამიკის რაღაცა ახალი თამაშის მზადებაშია თუ ხარშვაშია ბიძინევანიშვილი, ამის განცდა რა თქმა უნდა იყო, მაგრამ პირველი რა შთაბეჭდილება რჩება არის ის, რომ ეს არის კრიზისში შესული ხელისუფლების რეალობის გრძნობა დაკარგული და ეს გვინახავს, ხო? ანუ პირველი შემთხვევა არ არის. რეალობის გრძნობა დაკარგული, ხალხის განცდებს აცდენილი, რომ მაგალითად როდესაც 2012-ში, თუნდაც 13-ში, თუნდაც ღარიბაშვილი ან ივანიშვილი იყო გაბრაზებული ჯერ კიდევ თქვათ ნაციონალურ მოძრაობაზე და რაღაცას ლაპარაკობდა ხო მაშინდელ პრობლემებზე. ცუდი იყო რომ ქვეყანა აი ამ ბოღმის ტრაექტორიაში შედიოდა და ნახეთ როგორც თავდება, მაგრამ დღეს როდესაც აი ესეთი რაღაცა გათამაშებული ბრაზით ხალხს ეუბნები რომ აი მთავარი პრობლემა არის თურმე ვიღაც არ ვიცი გინდაც ბაქრაძე ან გინდაც რაღაც ხო დღეს თქვენზე სხვათა შორის სერიოზული აქცენტი გაკეთდა ხომ თქვენ პარტიაზე დღეს კრიმინალები მათ მოიხსენია რამდენიმე თქვენი წარმომადგენელი გულავაზე თქვა თუ არ ვწდები ზუსტად ეს ხო ალბათ ეს დიახ
ხო, ოღონდ აქ თავარი იყო ის, ხო, ჩვენც ვინმეს რო არ ეგონოს, რომ ოდნავ რაღაცნაირი აზრიანი ოპოზიცია ვართ, რაღაც ერთად ჩაგვყარა ყველა, ეს არის სტრატეგიულად ბიძინაევანიშვილის გააზრება, ეხა როგორ ჩანს, ამის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ კრიზისში შესვლით და რეალობის გრძნობის დაკარგვით და ხალხის განცდის ვერ გრძნობით, ასე ვთქვათ, მან გააკეთა დასკვნა, რომ რაც გამოსდიოდათ ყოველთვის რაღაცა ძველი, ეს უნდა შესთავაზოს ისევ ხალხს, ერთის მხრივ ეს არის რაღაცა ძველი გვარდიის და თქვენს კიდევაც რაღაცა შეწეპება, ანუ რაღაც მობილიზება აი ამ ცოტა რადიკალური, ცოტა ესეთი რაღაცა გაბრაზებული თუ არ ვიცი, რადიკალური ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა ამომრჩევლის და მისი გვარდიის როგორც ეძახის მათი კონსოლიდაცია და მეორე მხრივ აი ამ კრიზისულ ვითარებაში, რომელიც ფაქტია კრიზისია და კრიზისი არის ქვეყანაში და ნაწილობრივ ეს კრიზისი აისახება უკვე ქართულ ოცნებაზეც, ხო? აი აქ ჩათვალა, რომ ესეთი ტრიუკი იქნება მომგებიანი, მაგრამ ეს ადამიანურადაც საშინელი, აი სევდიანია ამის ყურება, როგორ ხდება ადამიანებით მანიპულირება. ეს კიდე ჩვენ გვინახავს რეალობას მოწყვეტილი წინა ხელისუფლებაც, იმის წინაც გვინახავს უტიფარი, გვინახავს ბოდიში მეც ვიხმარ სიტყვას გამправებელი, კარგად ასახავს ბევრ საუბარს. გვინახავს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანებით ესეთი მანიპულირება, აი რაც ხდება, ხო? ეს კიდე ახალი სევდაა, რომელიც ხდება ამ მართლობის პერიოდში და ამის ყურება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ქვეყნისთვის რაც არის, ეს არის რა თქმა უნდა კრიზისის მანიშნებელი და ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ კრიზისში ეს ცეცხლთან თამაში, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი, მე ესე არ ვიქვა ამას, პასუხისგებლობით მოვეკიდოთ აქ და უბრალოდ ცეცხლთან თამაში კი არ შევყვეთ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ქვეყნისთვის მინიმალური ზიანით, იმიტომ რომ ესეთი ტიპის რაღაცა მე ვეთანხმები რატი ამბობდა, მე მგონი რომ საარჩევნო მალე დაიწყება, ანუ მზადება არის, უკვე ჩანს კონტურები. ეს არის მის ჩანაფიქრი, როგორ ჩანს, ჩვენ დიდი პასუხისგებლობა გვაქვს, რომ მინიმალური დანაკარგებით მოხდეს ეს. 20-20 არჩევნები ახლოს არის, გასაგებია, მაგრამ აი ეს არის კოზირი, რაც თქვათ ოცნებას ჰქონდა რესურსად, ოცნებაში ამ შემთხვევაში ტოლობის ნიშანს სულ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ მისი არჩევანია, ხომ ღარიბაშვილზე მისი არჩევანი შეჩერდა. აი რა ტიპის როგორ აღიქვით ახლა თქვენ პარტიაში ღარიბაშვილის დაბრუნება? მაინც გამორიცხავთ იმას, რომ მას შეძლოს მობილიზაცია, ახლა თქვა რომ სოფლების დონეზე მივალთ ჩვენ თითოეულ ადამიანთან და ყველას დაარწმუნებენ 2020-ისთვის, ვის უნდა მისცენ ხმა და რა თქმა უნდა ეს ნარატივი იქ ადგილზე რჩება, სისხლიანი 9 წელი და ასე შემდეგ. ამაზეა მაინც გათვლა. როგორ ფიქრობთ, ეს არ იმუშავებს ერთნიშნულოვნად, თქვენ ასე ფიქრობთ? იცით რა, მე აბსოლუტურად არ მინდა რომ მე ცოტა გამეღიმა სიმართლე რო გითხრათ, აი გამეღიმა იმაზე რომ როგორ, ესე იგი თავისივე ჯერ საერთოდ რა ხდება, ხო, რაღაც გამახსენდა როგორ გაუშვა თავის დროზე ღარიბაშვილი, მოლოცვები ქონდა დაწერილი მას საახალწლო და არაო შენ აღარ გააგზავნი ამასო და აიღო და ესე მოისროლა პირდაპირ და დღეს ხაზგასმით იძახდა ღარიბაშვილი, დიახაც შეუთანხმეო და საერთოდ არავის არ დაავიწყდეს რომ აქ ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილიო. საერთოდ რა დემოკრატიის ილუზიაზეა, ხო ლაპარაკი პირდაპირ განაცხადს აკეთებს. ეს რა თქმა უნდა მე არ ვაკნინებ, ანუ მის ჩანაფიქრი არის რომ რაღაცა ეს ცოტა არეული სიტუაცია იმ პარტიაში თუ რაღაცა ხალხი მისი რადიკალური ამორჩევლის, რაღაცა ტიპის მისი ამორჩევლის მობილიზება გააკეთოს, მაგრამ ძალიან რეალობას მოწყვეტილი არის. ძალიან რეალობას მოწყვეტილია დღეს ლაპარაკი იმ სტილით, იმ ფორმით, იმ ბოღმით, იმ აგრესიით იმ უტიფრობით, ხო? აი ხა რო გამოხვალ დღეს გუშინდელი კომიტეტის მერე და იტყვი რომ კრიმინალური შემთხვევაა ჩვეულებრივი ხაზარაძეო. ხო, ეს არის რაღაცა შავზე თეთრის მდინარაძეზე უკეთესად მტკიცება და ნუ არ შველის ეს. თავის დროზე ცოტა ხნის წინ თავად ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა, ხო? აი მე ვრუნდებიო, ვითომ სადმე იყო წასული, მაგრამ ესეც ემსახურებოდა, რომ კრიზის რომელსაც გრძნობს, რომ აი რაღაცა ეხლა მე მორჩა ყველაფერს გამოვასწორებ. არ უშველა, ფაქტია, ამის შემდეგ ბევრი ეტაპი იყო კიდე ამ კრიზისის. ესეც რა თქმა უნდა არ უშველის. ნუ როგორ შეიძლება დროის წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ, განწყობების წინააღმდეგ, აი ეს სიარული, რამდენი პულიც არ უნდა გქონდეს, რა მაღლაც არ უნდა იდგას ეს სასახლე, რამდენად ძლიერი რკინის განაშენებულიც არ უნდა იყოს, რამდენი მანიპულირებული ადამიანის მონა არ უნდა ყავდეს გარშემო, დროის და საზოგადოებრივი განწყობების წინააღმდეგ სიარული
უბრალოდ წარმოუდგენელი და ეს არის ჩემთვის ღარიბაშვილის აი ესეთი სევდის მომგვრელი, ცოტა კომიკური, ცოტა ესეთი მათი შიშზე მეტყველი დაბრუნება, რომელიც რა თქმა უნდა არ უშველის, მაგრამ მე არ მაინტერესებს ბიძინავანიშვილს რა უშველის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ეს კრიზისის ნიშნები რაც ჩანს, ჩვენ ძალიან დიდ პასუხისგებლობას გვაკისრებს, რომ ძალიან სწორად გავიაროთ ქვეყნისთვის აი ეს ფაზა, რომელიც არის ბიძინავანიშვილის ძალაუფლების ჩემი აზრით, აი ძალაუფლებას აი ესე ეცლება ხელი და ეს ფაზა გავიაროთ ძალიან პასუხისგებლობით. როგორ უნდა მივიდეთ, როგორც შენ თქვი, ნაკლები ზიანის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ასე ვთქვათ, მთელ პოლიტიკურ ველს თამაშს პოლიტიკურ სიცოცხლეს ცხოვრებას, არ ვიცი, უამრავი სინონიმი შეიძლება ითქვას, ასე ვთქვათ, აუქმებს ჩვენი სოციალური ცხოვრებიდან და პოლიტიკური ცხოვრებიდან მართველი პარტია თავის მოქმედებებით, თავისი ქმედებებით. სად უნდა განხორციელდეს და როგორ უნდა განხორციელდეს ის, რასაც ნაკლები ზიანის გარეშე ხელისუფლების შეცვლა ქვია. პირველ რიგში ცდილობს მე ვიტყოდი რომ გააუქმოს, იმიტომ რა თქმა უნდა ეხლა როდესაც ის მაგალითად რაც აი რაღაცა ან პირადი კადრებით манипуლირებს, ან აშანტაჟებს, ხო? როდესაც აი ამ უბინძურესი მეთოდებით მოქმედებს და ცდილობს რომ უბრალოდ ყველაფერი თავში მოიცვას, ხო? რა თქმა უნდა ძალიან საშინელება არის ქვეყნისთვის, მაგრამ მეორე მხრივ მის ხელში ყველაფერი არ არის და ჩვენ ნამდვილად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იმიტომ რომ მდიდარია, იმიტომ რომ ბევრი რესურსი აქვს და იმიტომ რომ ყველაფერს ესე თითქოს ახლა აზის და ამდენი რაღაცა შეუძლია რომ გააკეთოს, მას არ ეკუთვნის ეს ქვეყანა და ეს განცდა აბსოლუტურად არ უნდა გქონდეს, რომ აი ხა ის რაღაცას ისეც ხარშავს, რომ რასაც ჩაიფიქრებს ყველაფერი გამოუვა. არ არის ესე. არიან ადამიანები, ვინც არ განადგურდნენ პირადი ცხოვრების манипуლირებით. არის ხაზარაძე, რომელიც მე ხა პირდაპირ გეტყვით, არ ვიცნობ მას ხა როგორც ტიბისი რა თქმა უნდა პროდუქტი რა შეუქმნია, ვიცი ნამდვილად მე რაღაცა სუბიექტური დამოკიდებულება არანაირი არ მაქვს, პირველად ნახე პარლამენტში პირდაპირ გეტყვით. ფაქტია, აი განყენებულად იმის მე როგორ მოიქცევა, მაგასაც გეტყვით, რომ არ ვიცი, არასდროს არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა მის დამოკიდებულებაში შეიცვალოს და ვერც ვერავის მოთხოვ გმირობას, მაგრამ გუშინდელი მისი განაცხადი რა იყო? ზუსტად აი ამ ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ძალით თავს შემოხვეული წესების დარღვევა. რომ აიცით რას ხდება ამ ქვეყანაში, გამოვიდა ეს კაცი და ყველაფერი დადო მაგიდაზე და თქვა. ხო, ესეთი ტიპის აქციები, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან როგორც არ უნდა აი ეს რაღაცა აგრესია, რაც ახლა დღეს მოვისმენთ ღარიბაშვილისგან, ეს იყო დადგმული, გააზრებული, არ ვიცი რაღაცა კვლევებიც ატარეს, რაღაც თავში მოიხარშა. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მის თამაშის წესები არ უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ არ არსებობს და გავლენა არ აქვს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. მნიშვნელოვანია ძალიან კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არასამთავრობო სექტორი, მაგალითად, რაც მათ გააკეთეს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხო და თან ხო რთულია ბრძოლა გარედან და როდესაც თითქოს სუსტი ხარ, მაგრამ აი ამ უბრალოდ მახსენდება ცოტა ხნის წინ შეხვედრა, რომელიც მათ გააკეთეს, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოზიციების ადამიანები. ვისხეთ, მე მგონი თქვენც იყავით, რატი და ყველა აი აბსოლუტურად განსხვავებულია. უსუფაშვილი, ბესელია, მიროტაძე, მე მგონი სხვა პროფესიის ხალხი ერთ ხმაში ვსაუბრობდით, გამოვედით და გავაგრძელეთ ერთმანეთის კრიტიკა მერე სხვა საკითხებზე, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე ვთქვით, რომ არ ვიღებთ ჩვენ აი ამ თამაშის წესებს. ამიტომ მე ნამდვილად მჯერა აი ამ საერთო ძალის ნამდვილად პოლიტიკური საზოგადოების, რომელიც უბრალოდ არ მიიღებს ამ თამაშის წესებს და არც არასდროს არ მიუღია ამ ქვეყანაში. აი ელენე, ვიდრე დაგემშვიდობებით, ახალი რამე გავიგეთ, ახალი ერთი ამბავი მაინც, რაც თქვათ, ფიქრობთ, რომ პატარა სიო შეომტანი მაინც შეიძლება იყოს სიახლის პოლიტიკურ სივრცეში, თამაშის წესებში, ხედვებში. ღარიბაშვილისგან? დიახ. ღარიბაშვილისგან. თუ რამე არ გავიგეთ, არის, რა თქმა უნდა, არაფერი ახალი არ გაგვიგია. უბრალოდ ტონი, რომელიღაც მან დაიწყო პირდაპირ ლაპარაკი, მათ შორის ხაზგასმა, რომელიც ეთქო ვიღაცებს გულისხმობდა, რომ აი ძალაუფლების წყარო არის ბიძინავანიშვილი. ესე პირდაპირ არც მალავდნენ არადროს, რა თქმა უნდა,
მაგრამ რაღაცა ტონი იყო, სიახლეც არა, ტონი იყო, ესე იგი რაღაცა ახალი დინამიკის მომცემი, რომელიც ბიზნესგან მოდის და გამტარი არის ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი, იმიტომაც მოიყვანა, რომ ყველაზე კარგი შემსრულებელი არის მისი ამ რაღაცა სურვილების, თორე არა ახალი კი არა, თუ რამე არ გაგვიგია, სწორედ სიახლეა და აი ამ ძველია, რომელიც მცევდის ღიმილის და ამ რაღაცის მომგვრელი არის მისი გამოჩენი. მადლობა, ელენე ხოშტარიას. მადლობა, ელენე. ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ ვაშა ტუღუში გვეყოლება სტუმრად რეზონანსის რედაქტორი, მას ვთხოვთ ანალიზ პროცესის, თუმცა რა გავიგეთ ელენეს განახლა, რომ ოპოზიციას განსაკუთრებული დისკომფორტი ყოველ შემთხვევაში, რაც ლოგიკურად მართლ პარტიაში ძლიერ ცვლილებებს ან ფიგურების გადმოცემას უნდა მოხდეს, ასეთი არ უგრძნია, არ შექმნია. ოპოზიციამ ვერ აღიქვა ყოველ შემთხვევაში ამ ნარატივში ეს ამბავი მათთვის განსაკუთრებულად საზიანოდ. მე როდესაც უყურებდი გუშინ პირდაპირ ეთერს პარლამენტის კომიტეტის ხდომიდან ძალიან ასე ვთქვათ უსუსური იყო უმრავლესობის ასე ვთქვათ სპიკერატი, ანუ ის მოლაპარაკეთავები, ხო? რომელთაც უნდა დაეცოთ პროკურატურის პოზიცია და ასე შემდეგ. იქ ძალიან გაუთვლელი რაღაც მოხდა იქ თქვა რომ გახარიამ წერილი გააგზავნა. ანუ ეს ყოველგვარ ფანტაზიას გაცდა მათსას, ალბათ ამისთვის მზად არიყვნენ. დავნილობაც შეინიშნებოდა. და ალბათ აი დღევანდელი ახალი ძველი მოთამაშის შემოსვლით ღარიბაშვილს გულისხმობ რაღაცნაირად აი ეს სისუსტე, რომელიც უკვე სახეზეა ძალიან დიდი ხანია, რომელიც ალბათ მართლმა პარტიამაც და ივანიშვილმაც იგრძნო, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ აი ახალი ბრჭყალებში სულისკვეთებით და თვითგაძლიერებით ამის ჩვენება მიიღო ივანიშვილმა დარტყმა ხაზარაძისგან და დღეს იფიქრა, რომ შეიძლებოდა ამის საპირწონე ყოფილიყო ღარიბაშვილის დაბრუნება. კი ბატონო. რამდენად ადეკვატური საპირწონე არის მონახული, ამაზე შეიძლება აუდიტორიამ განსაჯოს. მათ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ ვაშა ტუღურს დავაკვირდით დროებით. ამის ამბები დავბრუნდით სტუდიაში, ჩვენ ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ ოცნებაში დაბრუნებაზე და ასევე კვირის და ამ თვის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემაზე, მამუკა ხაზარაძის და TBC ბანკის საკითხზე და ამ თემას მოდით ერთ მთავარ ეპიზოდს დავუთმოთ ცოტა მეტი დრო წერილი. გახარიას წერილი, რომელიც როგორც მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტის კომიტეტის ხდომას უთხრა არსებობს და რომელიც არის მუქარისტონის შემცველი TBC ბანკის ხელმძღვანელების კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის მისამართით, როგორც მან გვაუწყა ჩვენ მისი ვერბალური მონაყოლით ვიცით ხომ ეს წერილი თვალით ჯერ არ გვინახავს და ვიცით რომ იქ წერია რომ მას რეპუტაციულ პრობლემებს შეუქმნიან, ანუ მამუკა ხაზარაძეს თუ კი რაღაცას არ გააკეთებდა და როგორც მან გითხრა, მან ეს რაღაც არ გააკეთა და შესაბამისად პროცესი აქამდე მივიდა. კონკრეტულად რას, როგორ ვინ იყო შუამავალი, ვინც ეს წერილი მიიტანა, ჯერჯერობით ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ პროკურატურამ დღეს გამოკითხვაზე ხაზარაძე ამის გამო იხმო. რთულია ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ერთ დღეში ვერ გავიგებთ ალბათ სავარაუდოდ ყველაფერს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა ყველაფერს ფარდა აიხდება, გამოჩნდება რას ითხოვდა ხელისუფლება მეორე ტურის წინ, კონკრეტულად რა გეგმები ბრჭყალებში თუ პირდაპირ მნიშვნელობით რა თხოვნები ქონდა შანტაჟის სახით, მოთხოვნები შეიძლება ითქვას. და ეს არის ძალიან საინტერესო, რომ აი მაგალითად თავარი პიარი, თავარი ასე ვთქვათ, გზავნილი საზოგადოების, მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მიკროსაფინანსო და სხვა ბანკების, ასე ვთქვათ, მევალეებისადმი რაც იყო, რომ აი ქართულ გადაგიხდით ყველაფერს და გუშინ ძალიან საინტერესო რამ აღმოჩნდა, რომ იმ 160 მილიონიდან რეალურად გადახდილი იყო ძალიან მცირე თანხა. იმ აქტივიდან, რომელიც ეს ხომ აქტივია. და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ბიზნესი აკეთებდა ნებსით თუ უნებლიეთ, ნებით თუ სხვისი ძალდატანებით პოლიტიკურ საქმეს ამომრჩევლის მოსყიდვას. პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი მაქინაცია. ძალიან დიდი მაქინაცია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს აი რითი უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. აი რითი უნდა დაინტერესდეს პროკურატურა.
ეს არის ძალიან დიდი თემა და გუშინ საპარლამენტო სხდომაზე ხაზარაძის მიერ არაერთი მსგავსი მოცულობის და მასშტაბის ამბავი იყო, რაც უნდა უკვე გამხდარიყო მიზეზი პროკურატურის ინტერესის, აი ეს მთელი ყურადღება და მთელი თვალი აქეთ უნდა გადასულიყო, მაგრამ ხო, დღეს ხათაშორის, როდესაც ხაზარაძე შევიდა გამოკითხვაზე, პარალელურ რეჟიმში პროკურატურამ გააკეთა განცხადება ერთ-ერთმა პირმა მისმა წარმომადგენელმა და როდესაც მე უსმინე შთაბეჭდილება, ხა მე ციტატა აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ამბერთი ჩვენ დავკითხავთ მას, რაღაც ის მძიმე ტონი იყო, არ იყო საქმიანი მიდგომა. მე ტონში უკვე ვიცანი ძალიან სერიოზული ტენდენციურობა პროკურატურის. საერთოდ ეს სისტემა ეხ უწრფელად გეტყვით, ეს სისტემა, რომელიც ჩვენთან შეიქმნა იმ სახით, რა სახითაც ეხლა არსებობს, ეს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელსაც არ შეხებია ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს სიო. ეს შეიქმნა 1921 წლის 25 თებერვლიდან. როდესაც საქართველო გასაბჭოდა, აი ის პროკურატურა, რომელიც ეხლა გვაქვს, ის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ეხლა გვაქვს, რა ალგორითმითაც, რა ფილოსოფიითაც ის მუშაობს, ის არის მთელი არსით სამართალმემკვიდრე აი ამ 25 თებერვლის მიერ გაწითლებული და გასაბჭოებული საქართველოს ასე ვთქვათ, სულისკვეთება აქვს ბჭყალებში. ხაზარაძემ დღეს თქვა, რომ შემთხვევით არ უთქვავს ეს. დარწმუნებული ვარ და აი ამას დამოუკიდებელი საქართველო ჯერ არ შეხებია, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქართველო, მას აქვს დამოუკიდებელი ღირებულებები, ის უნდა იყოს ადეკვატური 21 საუკუნესთან, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოება, პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები და ასე შემდეგ. ისინი არიან აი ამ შეკას წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მომავალი არჩევნებისთვის, რომ როგორმე აი ეს საშინელი, ასე ვთქვათ, ეს დაღი, რომელიც ამ სისტემებს აქვს მხრებზე, რაღაცნაირად ეს ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ეს დაღი მოიშოროთ აქედან. როგორც მუშაობს პროკურატურა, როგორც ძალაუფლების ინტერესის ყველაზე რადიკალური, ყველაზე უხეში, ყველაზე არასადანადო და არაადეკვატური გამოხატულება. ოღონდ ეს ძალაუფლების წყარო, რომელიც მიტაცებულია, ძალაუფლება, რომელიც მიტაცებულია რამდენიმე ადამიანის, ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის მიერ, მხოლოდ მისი ინტერესების გამომხატველია და არა სახელმწიფო ინსტიტუტების. აი აქ ძალიან კარგად ჩანს ეს და მე რო დავასახელე, სხვა შორის სახელები და გვერდები, აი ამ ასე ვთქვათ, ფუნქციონალობით აქვთ მათ ეს სისტემები ჩაბარებული, რომ ისინი სახელმწიფო სისტემას კი არ ეხმარებიან, საზოგადოებას და ამ ინსტიტუციებს კი არ ემსახურებიან, როგორც დამოუკიდებელი მათემატიკაში, არამედ ერთ ადამიანს. და ეს არის საბჭოთა კავშირი. ადრე იყო სტალინი, არანაირი სახელმწიფო სისტემა იყო სტალინი. ხო და როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ განცხადებაზე, მათ სულისკვეთებაზე, ბუნებრივია საუბრობთ ამ საბჭოთა საშინელ მემკვიდრეობაზე. და აი აქ არის ძალიან დიდი გარღვევა გასაკეთებელი და რა ვიცი ეს ჩვენ ყველა თუ გვეყოლებიან პოლიტიკოსები სხვა პარტიებიდან სტუმრად ყველას აი ეს უნდა ვუჩიჩინოთ მე მგონი რომ ვალდებულებები აიღონ სწორედ აი ამ სისტემის ძალოვანი სისტემების ასე ვთქვათ, გათანამედროვებაზე და გახუმანურებაზე და გაადამიანურებაზე. ამას კი არ ნიშნავს, რომ ისინი თეთრებში უნდა შეიმოსნონ და მხოლოდ სიკეთეზე ილაპარაკონ, არამედ ადეკვატურნი იყვნენ დროის სახელმწიფოს გამოწვევების და სახელმწიფოს ინტერესებში იყვნენ ჩაყენებული. იყვნენ კვალიფიციურები. და კვალიფიციურები. ლაშა ტუღუშთან გადავიდეთ, მოდით. ლაშა, საღამშვიდობისა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ტურბულენტური პერიოდი დაგვემთხვა. რა სიტყვი შექმნილ გარემოზე, რა სიტყვი ხაზარაძის პოზიციონირებაზე, მოდით პირველ რიგში ამას გითხავთ და შემდეგ უკვე ის პირველი თემა რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ, მაგრამ ბოლოსში იმასაც საოცრად გითხავთ ღარიბაშვილის დაბრუნების თემაზე. ხაზარაძე დღეს იყო გამოკითხვაზე, პარალელურად არ აქვს კარგად საქმე თლად გახარიას გუნდს და ქართულ ოცნებას, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ აკონტროლებდა პროცესს და ჩაგრავდა ერთ-ერთ ბიზნესმენს კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე. აი რა პროცესშია ახლა ამ თვალსაზრისით, როგორც მმართველი პარტია, ასევე ქვეყანა და ერთი კონკრეტული ბიზნესმენი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მოგესალმები.
მე მგონი არ არის ხაკ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რასაც ვიტყვი, სერიოზული დარტყმა მიიღო მართველმა გუნდმა ამ ხაზარაძის ისტორიით, იმიტომ რომ ერთი მხრივ საუბარია ძალადობაზე ბიზნესის წინააღმდეგ, მეორე მხრივ საუბარია საკუთრების წართმევაზე და საკუთრების უფლების შელახვაზე, გარდა ამისა საუბარი ასევე ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებზე, ვინაიდან ამან დარტყმის ქვეშ დააყენა, აი მე ამას შეგულისხმობ პროცესმა, ხო, რომელიც ჩვენ თვალწინა დრამა გათამაშდა, დააყენა დარტყმის ქვეშ ბანკი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტრუმენტი და ვიცით რომ ფინანსური სტაბილურობა ქვეყნის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აი ამ ბანკზე და კიდე ერთ ბანკზე, საქართველოს ბანკზე და მეორე და კიდევ ერთი არის, რომელიც ასევე ანტისახელმწიფოებრივად ჩანს, ეს არის ის, რომ არის რაღაც კარგი პროექტი ანაკლიის და ვიღაცები უჩხიკინებენ. ეხლა შეიძლება ესე ვთქვათ და ამან საკმაოდ სერიოზული საფრთხე შექმნა, იმიტომ რომ როდესაც მთავარი მოქმედი პირი არის პრაქტიკულად ეჭვმიტანი და უკვე გვესმის, ხო, ესეთი ტერმინები არის პროკურატურა რაღაცა ფულის გათეთრებაზე ლაპარაკობს, შემდეგ ითქვა რომ იმუნიტეტი არ არის და რაღაცა პრივილეგირებული ბიზნესმენი და მოკლედ ძალიან ცუდად უტრიალებენ ხაზარაძეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ჩავარდეს ის პროექტი. ხა ხო ამბობდნენ თავიდან, რომ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და აბა გამაგრდით ბიჭებო და ეს არ არის ასე თქვა პრობლემა, მაგრამ ხა რეალურად როგორ არ არის პრობლემა, ხო? ხა რომელი ჭკუატყოფელი ამ ვითარებაში იფიქრებს, რომ რაღაცა 600 მილიონი და ასე შენ ხა პატარა ფუზე ხო არ არის, 5 ლარზე ხო არ არის საუბარი, რომ აი ასეთი კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში ვიღაცა დააბანდებს აქ და რაღაც იმედი ექნება, რომ მათი ინვესტიცია იქნება დაცული თუ არ იქნება დაცული. ხა ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. გარდა ამისა, პორტის თემა დაკავშირებული ასევე როგორც აღმოჩნდა უსაფრთხოების საკითხებთან, იმიტომ რომ როგორც მე დღეს წავიკითხე, ძალიან საინტერესო კომენტარი ნატოს ესე ვთქვათ წარმომადგენლის, რომელმაც თქვა, რომ ეს არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოს, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არის ძალიან სერიოზული თემა და ეს არის ფაქტიურად საზღვარი, პირობითი საზღვარი და იქით არის რუსეთის არმია, მოდით ესე ვთქვათ, ხომ? და ეხლა ძალიან მარტივად დასანახია, რამდენად არ აწყობთ რუსებს ეხლა აქ რომ რაღაც მსგავსი დიდი პროექტი გაკეთდეს, პერსპექტივაში რა ფუნქციები ექნება ჩვენ კიდე არ ვიცით ამ პორტს, ხო? ლაპარაკია რომ ეს არის მაინც ეკონომიკური დანიშნულების, თუმცა ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება ხშირად არის ახლო. ბატონო? ეკონომიკაც ქმნის ამ უსაფრთხო გარემოს თქო, ხო? ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ხო, ბუნებრივია, ეკონომიკაც ქმნის უსაფრთხო გარემოს და ზოგადად ეს პორტი შეიძლება არ ვიცი რა როგორ იქნება ასე თქვა ათვისებული, იმიტომ რომ ჩვენ შავი ზღვარი არა მარტო რუსეთის, როგორც ხშირად ცუდად ამბობენ ხოლმე, ცინიკურად და მათი, იმიტომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ არმადა შეიარაღების არის ხო შავ ზღვაზე ასევე არის ნატოს ზღვაც იმიტომ ნატოს 3 წევრი ქვეყანა არის შავი ზღვის ასე ვთქვათ ქვეყანა ხო თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი შესაბამისად ნატოს იქ აქვს თავის ფლოტი და ეს ფლოტი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია ხო და მათ შორის შეიძლება რაღაც იმპორტის ინფრასტრუქტურა იყოს დაკავშირებული და საქართველოს დღეს აქტიურად ცდილობს, ყოველ შემთხვევაში ეს ყოველ ჯერზე გვესმის, მათ შორის თავდაცვის მინისტრისგან თუ სხვადასხვა ფორუმებიდან, რომ საქართველოს უნდა თავისი საპორტო ინფრასტრუქტურით მიიღოს აქტიური მონაწილეობა აი ამ საერთაშორისო მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ნაწილში, მნიშვნელოვანი ასპექტით საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ეხლა ეს პორტიც შესაძლოა გარკვეულწილად იყოს დაკავშირებული რაღაცა ფორმით, ეხლა არ ვიცი მე
ჯერჯერობით ეხლა ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ გასაგებია ეხლა საქართველოს არა აქვს ეხლა 5000 ცალი პორტი, ხო? სულ რამდენიმეა და მით უმეტეს აი ესე ახლოს განთავსებული ეს ფუნქცია. ლაშა, აი შენთვის მაინც ეს პროცესი ამის შაშლა, მოდით ეს. კი, აი ეს პროცესი პირდაპირ დარტყმა ანაკლიაზე, ეს ასე ჩანს თქვენთვის? ნუ რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ორჯერ 2-4 ხა ვიღაცას ეს უნდა თუ არ უნდა ახლა შეიძლება უნებურად ხდება, მაგრამ ახლა ასეთი გავლენის მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხო ასეთ პროცესში მიიღონ გადაწყვეტილებები, ასეთ გულუბრყვილობები ვერ იქნებიან, ხო? ახლა ვერ ხვდება ის ხალხი, ვინც დღეს ამოწია ხაზარაძეს საქმე რაღაც როდინდელი, ხო? ამოწია და ვერ ხვდება, რომ ეს დაარტყამდა ამ პორტს. ეხლა რა ვიცი, მე მგონი პირველი კურსის სტუდენტები რო გავაჩეროთ ნებისმიერ უნივერსიტეტში, ასწავლი ხო უნივერსიტეტში. შექმნის პრობლემას თუ გამოკითხვა ჩაატარე და დაწუნებული ვარ 100-დან 100-ვე გეტყვის რომ ხო. ნუ მაშინ რას ნიშნავს ეს? ნუ დაეფიქრათ, ანუ ამაზე ხო საუბარი, თუ ეს გათვლა არ ქონდათ, უნდა ეფიქრათ, მაგრამ აქ ვიღაც გეტყვით, რომ თუ კი დანაშაულის ნიშნები იყო, თუ კი ფულის გათეთრებაზე იყო საუბარი, როგორ შეიძლებოდა ამაზე არ ყოფილიყო რეაგირება, აქ ეს არგუმენტი არსებობს. ნუ რა ფულის გათეთრება, იცით რა არის, თავიდან მოვისმინე ეს არგუმენტები, რომ რაღაც ფულის გათეთრებაზეა საუბარი, მაგრამ მე რატომღაც ეს არგუმენტები აღარ მესმის, მათ შორის პროკურატურის მხრიდან, იმიტომ რომ ფულის გათეთრება როგორ არის ახლა ის რაც იქ ითქვა თუ სხვა რამეზეა კიდე საუბარი მაშინ გვითხრა ყოველ შემთხვევაში ის რაც მოვისმინე იქ არანაირად არ ჩანს ეს ფულის გათეთრება და ახლა გასაგებია რომ ხანდახან პოლიტიკოსები რაღაცებს ისვრიან საქართველოში ხო არ არის ახლა ის პასუხისგებლიანი პოლიტიკა ყველა შეუძლია რაღაცა თქვას მაგრამ ახლა პროკურატურა რო ისვრის ესეთ ლოზუნგებს და პოლიტიკური ინსტრუმენტია ახლა ცოტა ხნის წინ საუბრობდით თქვენ ხო აი პოლიტიკა რა არის პროკურატურა ეს არის პარტიის დანამატი ხო აი ხა ესენი აგრძელებენ იმას რასაც პარტიაზე რო ლაპარაკობთ ადრე ხო გახსოვთ არა იყო ხოლმე რომ საუბრობენ კომუნისტურ პარტიაზე და გულისხმობა ლენინს ნუ დაახლოებით ეგეთი სიტუაცია ხო ხა გასაგებია ხო როდესაც საუბარი ხა პროკურატურა აკეთებს ჩემი აზრით ძალიან არასერიოზულს და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებას, როცა აი ამ საქმეში საუბრობს, ასე ვთქვათ, ფულის გათეთრებაზე, ხო? ეხლა ჩვენ ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, იმიტომ რომ პრობლემები იქნება შიგნითაც, ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ როდესაც ასეთ სერიოზულ ბიზნესს უტევ ასეთნაირად და მე იქ რაღაცა წერილი გაჩნდა, რომ სადაც შინაგან საქმეთა ministri ფიგურებს ეს არის უბედურება მე მინდა გითხრათ რა როდესაც იქ რაღაცები სადღაც კაბინეტებში წყდება მე აღმოჩნდა რომ რაღაცა საბანკო ისტორიებია კიდე ხო რომელზედაც წავიდა საუბარი და ხა მაგასაც უსმენდით ხო რომ კიდე რაღაცა შეიერთეს ბანკი კიდე რაღაცა შეაერთებინეს აი ეს მთელი ეს ისტორიები რომელიც ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ რომ კიდე ბევრს ესეც მოვისმენთ არის ძალიან სავალალო იმიტომ რომ რასთან აგვაქვს საქმე ეს არ არის სახელმწიფო რა სახელმწიფოში ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ვერ გავიგეთ რომ პარტიის თავმჯდომარე არ არის პრემიერ-მინისტრი ეხლაც ბევრს გონია რომ პარტიის თავმჯდომარე ისე პრემიერ-მინისტრია რომ პარტია და პარლამენტი ვინ არის ახლა პრემიერ-მინისტრი პარტია და მთავრობა სხვა რამეა პარტია და ხელისუფლება ელემენტარული რაღაცები არის მითომ ბოდის გიხდით თუ შეიძლება პარტია და სასამართლო სხვა რამეა პარტია და პროკურატურა და პარტიის ლიდერი და გენერალ-პროკურორი სხვა რამეა არის მითომ ხალხს ეს და იმიტომაც რა გვაქვს აი ესეთი ვითარება რომ შეიძლება ჩვენ რაღაცა ლიდერი ვყავს რომელიც ყველაფერს წყვეტს ეს რა არის და მივიღეთ ეს სურათი ხო ნუ ეხლა ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ სცენარით შეიძლება გავითარდეს იმიტომ რომ ერთ ადამიანს რა ხვალ ვინ არ მოეწონება ან ვინ მოეწონება ის არ მოეწონა შეიძლება 200 მილიონი წაართვან ის მოეწონა შეიძლება გაგდებული პრემიერ-მინისტრი უკან დააბრუნონ თან რაღაც პარტიულ პოზიციაზე და ჩვენ ვიძახით რომ ისე მივესალმეთ ეხლა ბოდის გიხდით გარიბაშვილის დაბრუნებას გეგონება პრემიერ-მინისტრია უკვე ხო აი ეს რაღაცა ძალიან ისეთი რაღაც ფანტასმაგორული რაღაცა გაუგებარი
ეს არის. ნუ ცოტა გაგეცინება შეიძლება ადამიანს იმდენად არასერიოზულად გამოიყურება მთელი ეს აი პოლიტიკური პროცესი. მადლობა ლაშა. ლაშა ტოღუში იყო ჩვენთან ერთად, რომელიც საუბრობდა მიმდინარე ამბებზე. ჩვენი გადაცემა ფინალს უახლოვდება, თუმცა ხვალ ალბათ როცა ეთერში იქნებიან დიან ტრაპაიძე და გია ხუხაშვილი, ალბათ ეს თემები დარჩება სამსჯელოდ და გია ხუხაშვილი არის ხოლმე ის პერსონა, რომელიც ოცნების შიგნით აი ამ რაღაც დუღილს ძალიან საინტერესოდ ანალიზებს ხოლმე და მით უმეტეს საინტერესო იქნება ამ ეთერის ყურება, მაგრამ დღეს რითი დავამთავრეთ ჩვენ დღე დაბრუნდა მე გამიჩნდა უცებ კითხვა ლაშა რო საუბრობდა ვინ არის პრემიერ-მინისტრი ფუნქციონალურად პრემიერ-მინისტრმა როდის გაიგო კიდევ როდესაც გაიგო საერთოდ თუ ტელევიზიით ნახა ძველი პრემიერ-მინისტრის დაბრუნების ამბავი ეს საინტერესო ამბავი იმიტომ რომ მე მაგალითად მამუკა ბახტაძის ისეთი ვრცელი ინტერვიუ კი არა მოკლე ინტერვიუც კი არ მახსოვს იმის მიათედიც კი რაც თქვათ იყო დღეს ინგა გრიგოლიასთან 2 საათიანი ინტერვიუ ღარიბაშვილის რომელსაც ჰქონდა ამბიცია რომ 2 საათი სალაპარაკო ჰქონდა აუდიტორიასთან ხო მამუკა ბახტაძეს არ უსაუბრია ამდენი არასდროს სხვა შორის ის იყო ერთხელ გრიგოლიას სტუმარი ჩვენთან TV პირველზე ის იყო ერთხელ ექსკლუზიურად სტუმრად თქო და ახალი წლის მისალოცით აუდიტორიის მიმართ და საინტერესო მართლა როდის გაიგო მამუკა ბახტაძე რომ მისი წინამორბედი ერთ-ერთი ბრუნდებოდა პარტიაში მაღალი პოზიციით ეს კითხვა არის და თუ იქნება ინგასთან სტუმარი მოდესმე დავუსვათ ეს შეკითხვა. დავუსვათ ალბათ იტყვის რომ ვიცოდიო კი ახლა ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ რა იცოდა და რა არ იცოდა მაგრამ არსებობს ლეგიტიმური ეჭვის საფუძველი ვიფიქროთ რომ მან ეს შეიძლება ისევე არ იცოდა როგორც თქვა ღარიბაშვილმა თავის დროზე არ იცოდა რომ აღარ იქნებოდა პრემიერი 1 საათში. იყო და არა იყო რა ესე შეგვიძლია დავასრულოთ და დავაძინოთ ჩვენი აუდიტორიაც. მადლობა მათ დღეს ყურადღებისთვის. მე და რატი შეგხვდებით მომავალ სამშაბათს. ხოლმე გელიან დიანა ტრაპაიძე და გია ხუხაშვილი ამ სტუდიაში.